ჩვენ ახლა აღდგომის ტაძრის კიდევ ერთი საოცარი ადგილი უნდა განახოთ, სადაც იშვიათად ხვდებიან მომლოცველები, არც იციან ამ ადგილის არსებობა. ამ წუთას ჩვენ ჯერ კიდევ პრაქტიკულად ვიმყოფებით აღდგომის ტაძრის გარკვეული ნაწილის სახურავზე, ასე ვთქვათ, ზედა ეზოში. აქედან არის ჩასასვლელი წმინდა ელენეს ცისტერნაში. ცისტერნებს ეძახიან აქ, სადაც წყალს ინახავენ, რითაც ამ შემთხვევაში სარგებლობდა ტაძარი. მართლა საოცარი სანახაობაა, იმიტომ რომ ეს დიდი ცისტერნა უკვე ჩადის აღდგომის ტაძრის ქვედა ფენებში და ჩვენ აი ამ პატარა კიბით ეხა შუქია გვინდეს და ახლა ჩავალთ და ამ წყალსაცავს, ტაძრის ქვეშ არსებულ წყალსაცავს გაჩვენებთ. როგორც ხედავთ, ჩასასვლელი არის ძალიან ვიწრო და არც ისე მარტივი. მაგრამ ჩვენ მიწის ქვეშეთში უნდა ჩავიდეთ, ასე ვთქვათ, აღდგომის ტაძრის უკვე ქვედა ფენებში, რომ ჩავახციოთ იმ ავზამდე, ხელოვნურ წყალსაცავამდე. სველია ეს სახელური. ცოტა ისეთი ცოტა შემზარავიც გია ემოციურად ეს ადგილი. აქ მოდი ახლა ორი რაღაც უნდა ვთქვათ განსაკუთრებული. ერთი ის, რომ თავად ასეთი წყალსაცავია აღდგომის ტაძრის ქვეშ. არ ვიცი მე ხა კადრში როგორ იქნება ახმადობა ამისი, მაგრამ არის ძალიან დიდი სივრცე. ეს კიბე ჩადის კიდევ და კიდევ დაბლა და საკმაოდ ღრმაა ქვეშ ეს წყალსაცავი. ფართი არის ძალიან დიდი, იქიდანაც ჩანს. მაგრამ აქ ერთი კიდევ მთავარი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა გითხრათ. აღდგომის ტაძრის მთავარ ტაძარზე მაქვს საუბარი. აღდგომის ტაძრიდან არის ქვემოთ ჩასასვლელი, რომელსაც უწოდებენ ჯვრის პოვნის ადგილს. და ცხედრების პოვნის ადგილსაც უწოდებენ მეორე ჩასასვლელს. ანუ რაც კი ჩადის იმ კიბით აღდგომის ტაძრის ცენტრალური ნაწილიდან, ის ქართველთა ნამონასტრალები კი არა და უბრალოდ ის ეკვდერები ქართველებისა იყო. ეს აღწერილია ისტორიაში საკმაოდ ბევრგან, საკმაოდ დიდ ხანს ფლობდნენ. უბრალოდ რატო ვახსენებ ახლა იმ ქართულ ეკვდერებს აქ? იქ რომ დააკვირდეთ, უკვე კულტურულად არის მოწყობილი ის ადგილი, უფრო გამოთლილია ეს ზედა ნაწილები და რაღაცა სახე აქვს მიცემული, როდესაც ბუნებრივი კლდეა. რეალურად ჯვარი სადაც იპოვეს, ის ცისტერნაც, ანუ ის ადგილი ხრაც ეკლესია, ისიც ესეთივე ცისტერნა იყო. ანუ აქ როგორც ჩამოვდივართ პატარა კიბით, იქ უკვე ის კიბი არის გაფართოებული, სადაც თანამედროვე განიერი კიბე ჩამოდის და აი ეს ჯვრების პოვნის ადგილი, ის ქართული ეკვდერი თავდაპირველად ასეთი იქნებოდა, იმიტომ რომ ჯვარცმის შემდეგ ასეთ ცისტერნაში ჩაყარეს ის ჯვრები, გარდამოხსნის შემდეგ უბრალოდ ჩაყარეს ის ჯვრები, ზემოდან ნაგავი და 1000 რამე ეყარა ალბათ და არსებობს ესეთი გადმოცემა თუ ცნობები, რომ როდესაც მუშებს უკვე ძალიან უჭირდათ ჯვრის მოძიება, იმიტომ რომ ბევრი ფენა იყო ამოსაღები, წმინდა ელენე ზემოთ იჯდა მაღალ ადგილას, ეხლა აქ როგორც იქ ზემოთ დაჯდე, ისეთ მაღალ ადგილას და ოქროს მონეტებს ისროდა აი ამ ცისტერნაშიო და ოქროს, როგორ ვთქვათ, ოქროს საპოვნელად უფრო თხრიდნენ, რომ ეს მონეტები ეპოვათ და ასე ამოიწმინდა მთელი ცისტერნა. ასე რომ ეს ცისტერნა რეალურად ამ წუთას აი ბიბლიური ილუსტრაციაა პრაქტიკულად იმ ადგილის, რომელიც დღეს უკვე ეკლესია აღდგომის ტაძრის მხრიდან.
სიმართლე გითხრათ, ძალიან დაბლამდე ჩასვლის სურვილი არ მაქვს, იმიტომ რომ გონია რომ ნელა აი ასეთი იდუმალი მხარე გაჩვენეთ მაცხოვრის აღდგომის ტაძრის, რომელშიც აი ნახეთ წვეთი ვარდება კიდე საიდანაც თუ კენჭი ცვივა, რომელიც მომლოცველთა და დამთვალიერებთა თვალიდან არის მუდმივად მოფარებული, თითქმის იშვიათად აქ ვინმე მარიცის აი ეს რაღაც საიდანაც აქ ისე არავინ არ ხვდება. მაგრამ ესეთი მრავალფეროვანი და საინტერესოა აღდგომის ტაძარი.